ეს არის Porsche Macan-ი და სანამ ამ ვიდეოს დავიწყებთ, უნდა შეგახსენოთ, რომ დაწეროთ კომენტარი, გამოიწეროთ ჩემი არხი, რადგანაც ყოველ ახალ ვიდეოში ვაჩუქებთ სოკარის პრემიუმს. ახლა კი Porsche Macan-ი. ესე იგი, ეს არის Porsche Macan-ი 2018 წლის პირველი თაობაა. პირველი თაობა Macan-ი გამოდის 2015-დან 2018-მდე და არის რამდენიმე სახეობის. ეს არის Porsche Macan-ი Base, ანუ საბაზისო ვარიანტი, არის მერე უკვე Porsche Macan S, მერე არის Macan GT-S და Macan Turbo. Porsche Macan-ი საბაზისო მანქანა ვარიანტი არის 2.0 ტურბო ძრავით, ბენზინით, რომელიც გამოიმუშავებს 252 ცხენის ძალას. შემდეგ უკვე მოდის Porsche Macan S, რომელიც გამოიმუშავებს 340 ცხენის ძალას. მერე უკვე არის GT-S, რომელიც გამოიმუშავებს 360 ცხენის ძალას და შემდეგ არის უკვე Porsche Macan Turbo 3.6 ტურბო ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 400 ცხენის ძალას. ამ მანქანის წონა გახლავთ 1770 კილოგრამი, შემდეგ უკვე არის Macan S, Macan GT-S და Macan Turbo დაახლოებით 1850 კილო. გადასცემად კოლოფი არის შვიცრიჩქარიანი Porsche PDK, რომელიც არის სწრაფი და მაგას უკვე შემდეგ ვნახავთ მოძრაობაში. რაც შეეხება წვას, ეს მანქანა წვავს დაახლოებით 11 ლიტრს ქალაქში. Macan S, Macan GT-S წვავს უფრო მეც ქალაქში დაახლოებით 17-მდე 16 ლიტრი ჭირდება 100 კილომეტრზე. ამ მანქანის ზომა, რა თქმა უნდა, არ არის დიდი, Cayenne-ზე პატარა. რაც შეეხება დისკებს, განსხვავდება დისკების ზომაც. ჩვენ შემთხვევაში არის 19-იანი, შემდეგ უკვე იზრდება 20-იანი, 21-იანიც არის. როგორც წინა მხარე, ისეთივე სადა უკანა მხარეც. აი ეს ფარები ძალიან ლამაზია. საერთო ჯამში მანქანის ფორმები კომპაქტურია და ძალიან კარგად გამოიყურება. რაც შეეხება გამშვებს, ეს არის საბაზისო მანქანა და გვაქვს ორი დიდი გამშვები. რაც შეეხება საბარგულს, უკვე გვაქვს პულტზე, რა თქმა უნდა. და არის ძალიან კაი ზომის, ამ ზომის მანქანისთვის საკმაოდ დიდი სივრცეა, ჩემი აზრით. აქ გვაქვს ასევე სათადარიგო საბურავიც, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ კარგია და, რა თქმა უნდა, ელექტრონულად დავკეტო. ზოგადად მანქანის გასაღებებს დიდად ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა ამ შემთხვევაში Porsche-ზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რადგან მანქანის ფორმა აქვს და ძალიან განსხვავებული. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა არის საბაზისო ვარიანტი, არ აქვს უგასაღებოდ გაღება, ეს ჩემთვის და ზოგადად დიდი მინუსია, რადგან მაგალითად Nissan March-ი იაპონიიდან 2002 წლიანი, რომელსაც აქვს უგასაღებოდ გაღება და ასევე უგასაღებოდ დაქოქვაც და Porsche-ში მიუხედავად იმისა, რომ საბაზისოა, მაინც თან 2018 წლიანია, უნდა იყოს ეს. ძრავსაც ჩავხედოთ. რა თქმა უნდა, ამორტიზატორებზეა და რაც ძალიან უცხოა, არის ეს ფარების ჭრილი. რაც შეეხება ძრავს, ეს არის Audi-ის ძრავი, რომელიც ასევე გვხვდება Q5-ში, თუმცა Porsche შემთხვევაში გამოიმუშავებს 252 ცხენის ძალას Porsche-ში, ხოლო Q5-ში 220. რაც შეეხება ზოგადად ამ ძრავს, სერვისი როგორც ნებისმიერ მანქანას, აქაც საჭიროა კარგი ზეთი, კარგი ბენზინი, საბაზისო მოვლა ჭირდება მანქანას. წვით დაახლოებით 11 ლიტრი ჭირდება ქალაქში, მაქსიმუმ 12, თუმცა მონაცემებით 11 ჭირდება. Porsche-ს მოყვარულებისთვის ეს არც ისე საინტერესო ძრავია, 252 ცხენის ძალა აქვს და სისწრაფით არ გამოირჩევა სტანდარტულ მანქანებთან შედარებით, მაინც საკმაოდ ძლავრია და ამას უკვე გზაზე ვნახავთ. თუ გვინდა რომ Macan-ის სრულად Porsche-ს გამოცდილება შევიგრძნოთ, უნდა შევიზინოთ Macan S, ან GT-S, ან რა თქმა უნდა Turbo, მაგრამ მე ვიტყოდი რომ ამ შემთხვევაში საკმაოდ მისაღებია ეს 2.0 Turbo-ც, საკმარისი ძალა აქვს, რომ ყოველდღიურობაში კარგად ვიაროთ და აჩქარებას უკვე შემდეგ ვნახავთ გზაზე როგორ აჩქარდება.
ვიდეოში არ ვიცი რამდენად ჩანს, თუმცა აი ეს წვრილი ფარები ძალიან მომწონს და ძალიან კარგად გამოიყურება. ნუ რა თქმა უნდა ეს Porsche-ისთვის დამახასიათებელი ფარია. ხო, უკან ასეთი ფართია. ეს არის ჩემი საჯდომი პოზიცია და ნუ ვერ ვიტყვი რომ ფართედ ვარ, თუმცა ზომის მანქანისთვის მისაღებია. ერთადერთი ეს ძალიან ამოწეულია. რაც შეეხება უკან, გვაქვს USB-ის შესაერთებლები და გვაქვს კონდიციონერიც. სხვა ისეთი აქ არაფერია, სათავსოები. რაც ასევე განსხვავდება არის ის, რომ აი გასაღების პოზიცია აქვს მარცხნივ და არა მარჯვნივ, როგორც ნუ მანქანების უმეტესობაზეა. ამასაც დრო ჭირდება მიჩვევა, თუმცა აი აქაც უგასაღებო დაქოქვა უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო ვარიანტია, Porsche-ა 2018 წლიანია და მაინც ეს ერთი დიდი მინუსია ჩემთვის. რაც შეეხება ინტერიერს, რა თქმა უნდა, იგრძნობა Porsche-ში რომ ზივართ, პირველ რიგში საჭე, რომელიც გამოიყურება საუკეთესოდ, მინდა ვთქვა. ჩემი აზრით Porsche-ს საჭე თუ საუკეთესო არ არის, ერთ-ერთი მაინც არის ძალიან კარგი ზომის არის, კარგი ფორმა აქვს და ხელშიც საკმაოდ კარგად ზის. რა თქმა უნდა, გვაქვს მეტალის სიჩქარეების გადამრთველებით. ხო, გვაქვს ასევე ტახომეტრი ცენტრში, რადგან Porsche-ა მაინც და ნუ ცენტრში გვაქვს ტახომეტრი, აქეთ უკვე სიჩქარეების მაჩვენებელი და მარჯვნივ არის უკვე ბორტ კომპიუტერი, პატარა ეკრანი. ნუ აქ არის კონდიციონერი, გვაქვს ასევე საორძლების გათბობა, გაგრილება, ცურების საწინააღმდეგო სისტემა და ასე შემდეგ. ასევე Porsche-ისთვის დამახასიათებელი საათი წამზომთან ერთად, რომელიც ჩემთვის ძალიან მაგარია, მომწონს და უხდება ზოგადად მანქანის ინტერიერს. სავარძელს რაც შეეხება, ძალიან კომფორტულია, გვერდებზეც კარგად გვიჭერს და მოძრაობაში უკვე ვნახავთ როგორი იქნება. აქ უკვე სათავსო, ჭიქის ჩასადები და ხო, სხვა ისეთი აქ არაფერი. დავქოქოთ და უკვე გზაზე ვნახავთ როგორ დადის ჩვენი Porsche მაკანი. რაც შეეხება უკანა ხედვის კამერას, ნუ ხარისხი არ აქვს კარგი, თუმცა 2018 წლის არის და მისაღებია, საქმეს აკეთებს. ესე იგი, დავიძარით და უკვე ვნახავთ როგორ მოძრაობს ჩვენი Porsche მაკანი. მოდი ჯერ ვთქვათ აქ რა ხდება. ნუ ეკრანი არის touch-ი, 2018 წლიანია, რესტაილინგი არ არის ეს მანქანა და პირველი თაობის მულტიმედიაა და ნუ თუმცა რასთავარია, CarPlay აქვს და კომფორტული არის უკვე მანქანით მგზავრობა. რაც აქვს პატარა ეკრანი, რომელიც ნუ გვაჩვენებს მანქანის მონაცემებს, ძრავის ზეთის ტემპერატურას, ძრავის ზეთის წნევას, ასევე სხვადასხვა მონაცემებს, ბენზინს, წვას და ასე შემდეგ. და ასევე გვაქვს ნავიგაციაც, რომელიც ძალიან კომფორტულია, უკვე აღარ გვიწევს გვერდზე შეხედა პირდაპირ, აქვე გვაქვს ნავიგაცია. პირველი შთაბეჭდილება ძალიან კარგია, კარგად ვზივარ, არ გადავდივარ აქეთ-იქით, არ დავცურავ. ეს ძალიან კარგია. საჭე საუკეთესოა, შიფტერებიც ძალიან კარგად იგრძნობა და რა თქმა უნდა, სწრაფადაც რთავს. რასთავარია შეუმჩნეველია, ვერ ვგრძნობთ ამ გადართვის პროცესს. Porsche-ს DNM-ი იგრძნობა მანქანის მართვაში, მიუხედავად იმისა, რომ მაკანესი არ არის, GTS-ი და მით უმეტეს ტურბო, მაინც იგრძნობა, რომ Porsche-ა, რადგან მართვა აქვს Porsche-ისთვის დამახასიათებელი. რატომ არის ეს, ანუ საბაზისო, პრასტოი, ასე ვთქვათ, მაკანი კარგი? პირველი ის, რომ საწვავს ცოტას მოიხმარს და მეორე ის, რომ ნუ სერვისიც არ ჯდება იმდენი, როგორც მაკანესი და მაკან ტურბო და GTS-ი. მაკანიც, ეს საბაზისოც და მაკანესიც დაახლოებით 20-30 ფარგლებშია. აუდიო სისტემა არის Boss-ის. Boss-ის აუდიო სისტემა არის ჩემს Mazda-შიც, CX-5-შიც, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს და თუ ვინმე შეიძენს ახალ CX-5-ს, ძალიან კარგია, კარგი ჟღერადობა აქვს და სასიამოვნო მოსასმენია. მოდი ვნახოთ ახლა Porsche-ში როგორია Boss-ი.
ჩავრდოთ რამე. საკმაოდ კარგად ისმის. მინდა გითხრათ, საწვავის მოხმარებას რაც შეეხება, ტრასაზე 7 ლიტრსაც წვავს, აი აგერ 7.3 ლიტრი უნდა 100 კილომეტრზე. ეს არის ტრასის მონაცემები. ჩემი აზრით ძალიან ეკონომიურია Porsche-ს პირობებში. ამანქანას აქვს სტანდარტული ამორტიზატორები, ჰაერებზე არ არის. ერთ შემთხვევაში მინუსია, რომ ბალიშებზე უფრო კარგად დადის, თუმცა როცა მანქანა მეორადია და უკვე სერვისი უწევს, ცოტა არასასიამოვნოა, რადგან ის უფრო ძვირი ჯდება. გამომდინარე იქიდან, რომ მანქანა არის ტურბო ძრავით, 4 ცილინდრიანით, ეს პრობლემას საერთოდ არ ქმნის და აღმართზე მივდივართ ახლა და არანაირი დისკომფორტი არ აქვს. გულისხმობ ტურბოს დაგვიანებას, რაც ახასიათებს ტურბოძრავიან მანქანებს. როცა სწრაფად ვიწყებთ აჩქარებას, წამიერად აქვს დაგვიანება ტურბოს, თუმცა ეგ უკვე სწრაფი მართვისას. სტანდარტული გამოყენებისას მანქანა უპრობლემოდ დადის, აი აღმართზე 2000-2500 ბრუნით უპრობლემოდ მივდივარ და არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნის ეს ტურბოძრავი. იგი მოდი ახლა ავჩქარდეთ, ნახოთ როგორ აჩქარდება ჩვენი Porsche. რა თქმა უნდა ამას არ აქვს ლანჩ კონტროლი, თუმცა ტორმოზით და გაზით დავძრავთ. ცუდი არ არის. 6 და 5 მინდა გითხრათ, 6 და 55. საკმაოდ კაი მაჩვენებელია, მინდა გითხრათ. 6 და 55-ია საუკეთესო დრო რაც ავჩქარდი. ჩემი აზრით საკმაოდ კარგია. თქმა უნდა, Macan S-ი და მე უკვე GTS-ი და turbo, საერთოდ სხვა სამყაროა, თუმცა ესეც საკმაოდ კარგია რა. გულს არ დაგწყვიტავს და არ შეგვარცხნის. ეს PDK-ი არის ძალიან სწრაფი. აი არ ვიცი რა, წკაპ და ეგრევე რთავს. ჰუ 6 და 19 მეგობრებო. ეს ცოტა დაღმართია და ცოტა ვიჩეთერეთ, თუმცა რა, კარგად ჩქარდება ეს მანქანა. წამის დაგვიანებაც არ აქვს, აი ეგრევე. ძალიან მაგარი. Porsche-ს PDK არის საუკეთესო, ამიტომ თავის დროზე კარგი ზეთი და ზუსტად ისეთი და ისე შეცვლა, როგორც Porsche მოითხოვს. და всё, მეტი არაფერი რა. ტორმოზები საკმაოდ კარგად იგრძნობა და არც ძალიან მძიმეა, არც ძალიან რბილია. აი ძალიან კარგია და რა თქმა უნდა მოსახვევშიც ძალიან თავისუფლად შევდივართ ყოველგვარი შიშების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ბეის საბაზისო Macan-ია, მაინც რა ვიცი რა, კარგად დადის მოკლედ რა. ბიუჯეტურია, ეხლა არ უნდა კონდეს იმის წარმოდგენა, რომ როგორც Toyota და Mazda და Honda ისე იქნება სერვისი, შედარებით მეტი ღირს, თუმცა სხვა Porsche-ებთან და სხვა Macan-ებთან შედარებით ეს უფრო ხელმისაწვდომია ყიდვის შემთხვევაშიც და სერვისის შემთხვევაშიც და პერფორმანსი კიდე ისეთი აქვს, რომ რა ვიცი ხა რიგით ადამიანს დააკმაყოფილებს. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, კომენტარების დაწერა, გაჩუქდება სოკარის პრემიუმი.